რა გეგმები აქვს შიდა ქართლის ახალ გუბერნატორს და გეგმავს თუ არა უწყებაში საკადრო ცვლილებებს, ამის შესახებ სიმონ გულედანმა ტევე მონიტორინგთან ისაუბრა. გულედანის თქმით, რეგიონში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს შიდა ქართლის საჭიროებებს. შესაბამისად, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში გეგმავს იმ პრობლემების მოგვარებას, რაც მოსახლეობას აწუხებს. დღემდე ვაკანტურია შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციაც, რაზეც გულედანი უპასუხობს, რომ ამ ეტაპზე არავინ განიხილება, თუმცა სამომავლოდ ღირსეული კანდიდატის დანიშვნას არ გამორიცხავს. ცნობისთვის სიმონ გულედანი აღნიშნულ თანამდებობაზე 6 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაინიშნა. მე პირველ რიგში მადლობა მინდა გადავხადო ჩვენ პრემიერ ბატონ ირაკლი კობახიძეს ნდობისთვის და მთლიანად მმართველ გუნდს. მოგეხსენებათ, რომ რეგიონში უკვე მე-9 წელია, რაც მოღვაწეობ, ვიყავი როგორც გუბერნატორის მოადგილე, ასევე პირველი მოადგილე, ვიცნობ ჩვენი რეგიონის გამოწვევებს. ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი რამე გაკეთდება, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით. რა თქმა უნდა, განიხილება, ოღონდ კონკრეტულად დღის მდგომარეობით არავიზეა საუბარი.